ესეც საინტერესო ადგილას მოვედი. გადმოსატვირთია წასაღებია ნიუ-იორკში. აი ესეთი ბალახია. ქართულად არც ვიცი, ქვია არქაბურგას. რუსულად სტრეში. ამ სტილის ბალახია. აი ჩინელებთან ჩინური სამზარეულო თუ იცის ვინმე ხშირად ხმარობენ ამას ბოსტნეული სახით. აი ამხელა ბიზნესია და აი ეს ყუთებით უნდა წავიღოთ. დიდი წარმოება ასეთი. ბინდორია ასეთი, ჩვეულებრივი, მე კრიფავენ. აგერ აფასოებენ. ქალბატონები და მთელი მუშები მუშაობენ, როგორი საამქროა. უბრალოდ აფასოებენ, ნახეთ როგორ კარგად ყინავენ, ასეთ ყუთებში დებენ. ეხლა რო უყურებ შორიდან ასე რეზინებია, ასე ჭრიან, ასე სპეციალურად დასაჭრელია, ჭრიან. ახვევენ, ყუთებში დებენ. მაცივარში ყინავენ, ასე თქვათ, ინახავენ და დროთა განმავლობაში ყიდიან. ეხლა მე მესმის ბიზნესი, როცა არის მოთხოვნა, მიწოდებაც უნდა იყოს. მაგე ხახვინიური სავითარი რაღაც ასეთი. ეხლა განიც არის ხო? ამხელა მოფიქრება უნდა რომ ეხლა მე მესმის რომ როცა არის მოთხოვნა, მიწოდებაც უნდა იყოს. აი ამხელა ბიზნესია. აი ვიღაცა მოიფიქრა ასე. აწარმოებდა ჩვენ ახლა ამხელა მანქანით მოვედი და უნდა წავიღოთ. ახლა ერთი რაღაც 10 პალეტი. პალეტზე არის რაღაც ერთი 600 კილოგრამი. ეხლა ჩვენ რო გავაკეთოთ, თქვა, ტარხუნის წარმოება. ტარხუნა ძალიან პოპულარულია, რუსებმა ხო იციან და ტარხუნის მაგვარი, თქვა, ქინძი, ეს რაღაცეები. ცუდია, მე მესმის რომ ძალიან ძნელია. მაგრამ ჩემი აზრით გამოგვადგება, მაგრამ რა თქმა უნდა ამას დელი მოფიქრება და მთელი ანგარიში უნდა. გამოგვადგება ასეთი ბიზნესი. ბევრი ტყს რო კითხვის საკითხავია, მაგრამ ჩემი აზრით გამოგვადგება. მოდ მოფიქრება და კაი ანგარიში და კაი მონდომებაა საჭირო. გამოგვადგება, ჩემი აზრით გამოგვადგება. ოღონდ ტარხუნა და ჩვენი ეროვნული რაცა გვაქვს, აი ეს უნდა განვითარდეს ამ სტილში.